გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მე კი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ვიდეოს დაგვიანებისთვის, მართლაც არც ორი თვე ალბათ მე მგონი ვიდეო არ ჩამიწერია. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობის პრობლემა და რაღაც ესეთი პრობლემები არც მე მაქვს, არც ოჯახის წევრებს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან არის გახშირებული მაგიური ენერგეტიკული შეტევები, ჩარევები, მარტივად რომ თქვა, ჯადოები და ყველა მომართვიდან ალბათ იშვიათია, მართლა იშვიათია კონსულტაციის დროს, რომ მომართოს ადამიანმა და რაიმე სახით რთულად თუ მარტივად თუ რაღაცა ავტო თუნდაც ავტო ჯადოს ვეძახი, რაღაცა შეცდომით თავის თავს უზიანი მიაყენეს, ესეთებიც კი არის ბევრი, მაგრამ თითქმის ესე იგი 10 ადამიანიდან 6-8 ჯადო აქვს გაკეთებული სხვადასხვა ფორმით და ამას ხო გამკლავება სჭირდება, ამას წმენდა სჭირდება და თავისთავად მე აქვს ჩემი ენერგია დროს რომ თავი დავანებოთ და ჩემმა მუდმივმა მაყურებელმა იცის რომ მე დაბინძურებული ენერგეტიკით და გადაღლილი და თუნდაც ავადმყოფი არ ვწერ ვიდეოებს, იმიტომ რომ ეს თქვენამდე არ მოვიდეს. რადგან ბევრჯერ უკვე ჩემს პრაქტიკაში დამტკიცდა, რომ თუნდაც აი ესეთი ვიდეო კავშირი და ტელეფონით საშუალებით, თუნდაც კომპიუტერის საშუალებით ვიდეო კავშირით არის მოქმედი და იგივე პორტალია, რასაც პორტალი ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ მოძებნეთ ინფორმაცია, რას ნიშნავს, როგორც სარკე, როგორც კიდე რიტუალის საშუალებით პორტალის გახსნა ხდება, იგივე სახით შეიძლება ტელეფონითაც რაღაცა წამოიკიდოთ საუბრის დროს ადამიანთან ან ვიდეოს იმით და აქედან გამომდინარე, როგორც თქვი, ვერიდები ხოლმე ვიდეოების ჩაწერას. დღევანდელ თემას რაც შეეხება, ერთი ვარიანტი გავაკეთოთ, რა თქმა უნდა იქნება წინა ისტორია, რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში და მოდით პრობლემიდან გამოსვლის შესახებ ვილაპარაკოთ, ანუ თუ რამე პრობლემა აქვს ადამიანს, რა პრობლემის წინაშე დგახართ, იმ პრობლემის გადაჭრის გზები იქნება თუ ხერხები, რასაც გვაჩვენებს კარტი, ამაზე ვილაპარაკოთ, ანუ იქნება პროგნოზი სიტუაციის მიხედვით. და წავიკითხავთ, რა თქმა უნდა, წინა ისტორიას. პრობლემური სიტუაცია, დალხენილი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი კარგად აქვს და ნამდვილად არ მიმართავს არც ტაროლოგს, არც ექსტრასენს, არც მედიუმს და ასე შემდეგ. ნახოთ, რა პრობლემის წინაშე დგახართ. რა არის თქვენთვის მთავარი პრობლემა ამჟამად? სამყაროსავით ძველი და მოცვეთილი თემა. მოცვეთილი თუ გაცვეთილი, აქ არის ჩემოკარგება ურთიერთობაზე ლაპარაკი, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე ლაპარაკი, ილუზიები, სამწუხაროდ აღმოჩნდით ილუზიებში, ოჯახის წევრი, რომელიღაც ახლა არ დავაკონკრეტებ, წყლის მეფე გამოგვივიდა, მაგრამ მანდილოსნებისთვისაც მისაღებია და კაცებისთვისაც თავისთავად. არის კონკრეტულ პიროვნებაზე ლაპარაკი, ეს შეიძლება იყოს სისხლით ნათესავზე, უფრო პირველ რიგში, რადგან ფიალები ანუ წყალი და სისხლის მიერ ნათესავს პირველ რიგში, ასევე შეიძლება მეუღლეზეც იყოს ლაპარაკი. მაგრამ აქ არის ოჯახის წევრზე ლაპარაკი, ან კიდევ ერთ ვარიანტს განვიხილავთ ადამიანზე, ვისაც სურს თქვენთან დაქორწინება, მაგრამ ეს იქნება მინიმალური იმ პროცენტულად რო ვიანგარიშოთ, ვისთვის არის ეს გაშლა მისაღები. აქ არის ოჯახის წევრზე კონკრეტულად ლაპარაკი, რომელსაც როგორც ჩანს მინიმუმ ერთხელ მაინც მიეცით კიდევ შანსი, ანუ რაღაცას აკეთებს ადამიანი არასწორად, რაღაცაში გატყუებთ, ან მოგატყუათ ერთხელ და კიდევ ბევრი შეიძლება რაღაცა მინუსები ჩამოითვალოს, მაგრამ აქ ილუზიებზე რა კია ლაპარაკი, შემიძლია ვივარაუდო, რომ თავს თქვენ იტყუებდით, რომ ეს თქვენი ოჯახის წევრი იმას აღარ გააკეთებდა, რასაც აკეთებს ცუდს. მარტივად რომ ვთქვათ, მიეცით შანსი, მაგრამ
როგორც ჩანს, ეს შანსი არ გამოიყენა და გამოუვალ მდგომარეობაში ხართ ამჟამად. არ იცით რა მოუხერხოთ ამ ყველაფერს. არ გამოვრიცხავ სამართალდამცავ ორგანოებთანაც გქონდეთ საქმე აი ამ ოჯახის წევრის გამო. აქ სავარაუდოდ, რომ ვივარაუდოთ, ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება დაწყებული იმით, რომ მიამიტურად ვიღაცას თავისი ქონება ანდო, ფული ანდო, ან რაღაცა ისეთში არასწორში ჩადო, აქ აზარტულ თამაშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, აქ თქვათ თუნდაც ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე და 1000 რაღაც, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ჩამოუთვალოთ, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ისეთი, რითიც გულს გტკენთ. და აი ეხლა ამ პერიოდში თითქოს ხელფეხი შეკრული უიმედოდ გამოუვალ მდგომარეობაში გეხართ და არ იცით რა მოუხერხოთ ამ ყველაფერს. ვნახოთ აბა ახლო მომავალში. უახლოეს 2 თვეში ვიღებთ მაქსიმუმს თქვენი სასურველი სავარაუდო დრო ჩაიფიქრეთ და ვნახოთ გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა. დიდი ალბათობით გამოსწორდება. აქ არჩევანის საშუალებაც არის შემოკარგებო. როგორც ჩანს, ბევრი რამე თქვენზეა დამოკიდებული და თუ კი ფიქრობთ, რომ უწევო მდგომარეობაში ხართ, ეს სულაც არ არის მასე, ძალიან ცდებით. არის გამოსავალი, თანაც არაერთი. აქ კონკრეტულად ადამიანებზეა მინიშნება, პიროვნებებზე, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. აქ სამსახურის თემაც წამოიჭრება, თუ ეს მატერიალურია ეს პრობლემა და ისევ ვიძახი ოჯახის წევრის გამო. ან თქვენი ოჯახის წევრის სამსახურზეა ლაპარაკი, ვიღაც დაგეხმარებათ, მიიღებთ სამსახურს, ან თანამშრომლები დაგეხმარებიან ამ პრობლემის მოგვარებაში. აქ ახალი სამსახურის დაწყების დიდი ალბათობაც არის, მიიღებთ შეტყობინება, შეიძლება თქვათ დარეგისტრირებული ხართ სხვადასხვა საიტზე, ან CV-ები გაქვთ დაგზავნილი და მიიღებთ ასევე შეტყობინებას, რომ თქვათ არის ვაკანსია, დაგიძახეს სამსახურში და ასე შემდეგ. მთავარი აქ მესიჯი არის ის, რომ დაგეხმარებიან ადამიანები, პიროვნებები აი ამ თქვენი პრობლემის მოგვარებაში და პრობლემა მოგვარდება აუცილებლად, ისე როგორც თქვენ გსურთ. ვნახოთ აბა აი ამ ადამიანს, რომელის გამოც წარმოგეჭრათ ეს პრობლემა, თვითონ ამ ადამიანთან მიმართებაში რჩევა, როგორ მოიქცეთ რჩევა სამყაროსგან. როგორც ჩანს შემოკარგებო, ამ ადამიანთან გადიხართ რაღაც კარმულ გაკვეთილს და სამყაროსგან არის რჩევა, რომ პაუზა აიღოთ ამ ადამიანთან ურთიერთობაში. მე რა რომ ოჯახის წევრია, შეიძლება ერთჯერ ქვეშ ცხოვრობდეთ, მაგრამ გააკეთოთ იგნორი, ან თუ საშუალება გაქვთ თქვათ სხვაგან წახვიდეთ დროებით საცხოვრებლად, ნათესავთან, მეგობართან, იქირაოთ ბინა და ასე შემდეგ, სასურველია პაუზა გააკეთოთ. ინიციატივა აიღოთ თქვენს ხელში, რომ მართოთ თქვენი ცხოვრება და საკუთარ თავს მისცეთ განტვირთვის უფლება. დისტანცირება იქნება სასურველი რაღაცა პერიოდით, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გაიაროს ტრანსფორმაცია, რომ მოგეცეთ საშუალება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ურთიერთობა და გააკეთოს თავისი არჩევანი, მართოს თავისი ემოციები, მართოს თავისი დამოკიდებულებები და ასე შემდეგ. და თუ გამოსავალი არ არის და ადამიანს არ სურს თქვათ თქვენთან ნორმალური ურთიერთობა და ძალიან დიდ დისკომფორტს გაყენებთ, ეხლა ცოტა სიტყვების შერჩევას ვცდილობ, მაგრამ აქ ილუზიებზეა ლაპარაკი, ადამიანი რომელიც გატყუებთ, ამაზეა ლაპარაკი და მიიღოს, გამოიტანოს დასკვნები, რომ თუ კი ესე გააგრძელებს, ძალიან ბევრს დაკარგავს.
მაგრამ ეს თქვენთვის არის პირველ რიგში გაკვეთილი, რომ თქვენი კომფორტი აირჩიოთ, თქვენი სიმშვიდე, თქვენი სტაბილურობა აირჩიოთ და არავის არ მისცეთ უფლება მანიპულიროს თქვენით და რაღაც იქ საკითხებით მანიპულაციები აკეთოს და გატაროთ თავის ჭკუაზე. ასე რომ დაფიქრდით, ჩემო კარგებო, ცოტა ზოგადად ვილაპარაკე, მაგრამ ძალიან დეტალებში რო ჩავღრმავდით, უკვე აღარ გამოდის საჯარო გაშლა, ძალიან იწელება მერე და ბევრისთვის უფრო გაუგებარი შეიძლება გამოვიდეს ვიდეო. მე კი დროებით გემშვიდობებით, შეგიძლიათ კომენტარებში მოითხოვოთ სასურველი თემები, რაზე გავშალო და ან თუ რამე ინფორმაცია გაინტერესებთ მაგიის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შევეცდები ჩაგიწეროთ ვიდეოები, გაგცეთ პასუხები, მოგცეთ რჩევები, მაგრამ ამისთვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო. მომავალ შეხვედრამდე.